ჩემი ისტორია იყო ასეთი. ბავშვობიდანვე მქონდა მხედველობის პრობლემა, მქონდა მინუსი, ძალიან პატარაობიდან, იმიტომ რომ ტელევიზორს ვუყურებდი ხოლმე ასე, აქედან, იმიტომ რომ ვერ ვხედავდი შორს. მე იყო სათვალის პერიოდი, რაც ძალიან არაკომფორტული იყო, მით უმეტეს ბავშვი ვიყავი, მაშინ პატარა ალბათ ვიყავი მეორე მესამე კლასში. მე როდესაც ცოტა გავიზარდე იყო ლიზების ამბავი და ლიზების ამბავი იყო ჩემთვის ყველაზე სტრესული, იმიტომ რომ ეს ყოველდღიურად ლიზების ჩალაგება და ამოლაგება იყო საშინელება. მაგრამ მიწევდა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის სათვალის გაკეთება, მიწევდა, იმიტომ რომ ვერ ვხედავდი. ჩემი მხედველობა იყო სულ რაღაც 9%. ანუ მე რასაც ვიყურებოდი, ვხედავდი, რაც უნდა დამენახა იმის 9%-ს. რაც მარტივი არ არის, მეგობრებო, ერთი წუთიც რომ სათვალე მომეხსნა, თავი მტკივდებოდა, ცუდად ხვდებოდი, ვერ ვხედავდი, რაღაცის წაკითხვა რომ მინდოდა მანქანაში რომ ვიჯექი, ვერ ვხედავდი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო თვალის დაძაბვა და წვრილი რაღაცეების წაკითხვა. მაგალითად, ვერასდროს ვერ ვკითხულობდი აქამდე, რამდენადაც სახალისო არ უნდა იყოს ეს თქვენთვის, ვერც ერთ იმას რა ქვია, ანოტაციას, მაგალითად რაღაც სარიცხის საშუალებაზე, წამალზე, რაღაც საჭმელზე, ვერ ვკითხულობდი ანოტაციებს მომზადების წესს, იმიტომ რომ ვერ ვხედავდი. ლაზერული კორექცია არის პროცედურა, რომლის საშუალებითაც პაციენტი ემშვიდობება სათვალით ან კონტაქტური ლინზით გამოწვეულ დისკომფორტს. ჩვენი პაციენტიც პაატა გახლავთ სწორედ ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან ატარებდა სათვალეს, ის უქმნიდა დისკომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფიზიკურ აქტივობაში და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მან გადაწყვიტა ლაზერული კორექციის ჩატარება. პაციენტთან დაიგეგმა წინასაოპერაციო კვლევები, რომელიც მოიცავდა რქოვანის ტომოგრაფიას, რქოვანის ინდივიდუალური მონაცემების შეფასებას და შეირჩა მისთვის საუკეთესო კორექცია, რითაც მივიღებდით მაქსიმალურ მხედველობას. საოცარი ადგილი არის, მით უმეტეს ისეთი ადამიანებისთვისაც გეშინიათ ზოგადად ნებისმიერი მანიპულაცია, როგორი უსაფრთხო და უმტკივნეულოც არ უნდა იყოს და არ ვიცი, მეგობრებო, ახლა ამ მომენტში გელაპარაკებით ჩემი თვალებით, ანუ ხედავ, წინ ახლა ადამიანებს ხედავ, მადლობა ამისთვის, მადლობა იმისთვის, რომ ეს პროცესი იყო ძალიან მარტივი. იმის მიუხედავად, რომ ჩემს ცხოვრებაში რამოდენიმე წლის წინ იყო ის ეტაპი, რომ მე ვიკეთებდი ამ ოპერაციას და დანიშნულიც იყო ოპერაციის დღე, არ წავედი ოპერაციაზე, იმიტომ რომ მე შედოდა, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირად იყო, იმიტომ რომ ხალისიანად და პოზიტიურად და ეს ყველაფერი რის დამსახურებაა, ხო, თუ არა იმ ექიმების და იმ პერსონალის, რომელიც იქ არის და იმ გარემოსი, რომელიც გარემოც გაძლევს იმის საშუალებას, რომ შენი თავი და მით უმეტეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო, თვალები, ანდო ადამიანს და ანდო იმ გუნდს, ვინც ოპერაციას აკეთებს, ძალიან დიდი ისჭირდება ამას ძალისხმევა და ეს ყველაფერი ისე კარგად გამოვიდა აქ ჩვენთან ნიუ ჰოსპიტალში, რომ არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან კმაყოფილი და მართლა შემიძლია რომ ყველას გირჩიოთ, რომ თუ გაქვთ თვალის პრობლემა და თქვენც გიჭირთ მხედველობა და აუცილებლად უნდა მიხვიდეთ ნიუ ჰოსპიტალში, იმიტომ რომ ისინი თქვენს ცხოვრებას შეცვლიათ როგორც ჩემი შეცვალეს. შევახსენებთ, რომ პროცედურა არის ხანმოკლე, უსაფრთხო, უმტკივნეულო და მისი შედეგი გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე ბავშვობიდან არ მქონდა 100%-ის დანახული ეს სამყარო და პირველად დავინახე სხვათა შორის და ეხა იცით როგორ ვიყურები ქუჩებში, ყველაფერს რო ათვალიერებ, რომ ეს აქ ყოფილა, ანუ ეხა შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ რეალურად ეგრე არის, იმიტომ რომ იმდენი დეტალი იყო, რასაც ვერ ვხედავდი ოპერაციამდე და ეხლა დავინახე, რომ მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომიარეთ, იმისთვის, რომ გამიძელით და იმისთვის, რომ ხართ ასეთი პროფესიონალები, როგორიც ხართ. ნიუ ჰოსპიტალსი აღჭურვილია შვინტის და ცაისის მაღალტექნოლოგიური რეფრაქციული პლატფორმით, რომლის საშუალებითაც ჩვენ ინდივიდუალურად ვურჩევთ თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურ პროგრამას, ვწყვეთ თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა არის მისთვის ყველაზე მეტად უსაფრთხო და პრიორიტეტული და რეალურად ნებისმიერ ასაკში ვასრულებ ნებისმიერი ტიპის რეფრაქციულ ჩარევებს.